თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ გაყიდით ამ ქვეყანას? ყიდით. ნახეთ. ახალგაზრდებმა ნახეთ რა ვიდეოები გადაიღო ეს მე ადრეც ვიწოდი თბილისის გარეშემო რა არაბული სოფლებია, რაებია ქართლში, კახეთში. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ გაყიდით ამ ქვეყანას? თუ რა გვიზამთ, ახლა მოვკლავთ და დაგხოცავთ ქუჩაში, ხო? მაგის რო გვეშინოდეს, ჩვენ ხმაც კი არა მოვიღებდით. დაგხოცავთ და რა დღე დაგადგებათ, იმასაც დაინახავთ. ჩვენ რა გინდათ? ფულს გთხოვთ, შავი ფულის წილში ჩაგვაჯინე მეკთამეებს, რომ მოაქვთ კაცაში ფული იმის წილში, თანამდებობა მოგეთ. ჩვენი ქვეყანა გვინდა, რა გინდათ? 12 წელზე მეტი, 13 წელი გავიდა უკვე თქვენი 13 წელი დაპირისპირების მეტი არაფერი არ გაგიკეთებიათ. ის პრობლემა, რაც იყო ელემენტარულად გვარდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიტიკური დანაშაულზე წადით, შვა უნდა გაიკრიფოსო და მე უნდა დავჩეო და ეგენიო და ამათ შორის აგვირჩიე ჩვენ, თორე ეგენი მოვლენო. მაგ საკენ კი დაუხარეთ, კიდე გეუბნებით თქვენს გონებადამთხეულ მხარდამჭერებს. ისინი ნორმალური ადამიანები არ არიან. და თუ უბედურება მოხდა, აი მე მაინც ვისურვებდი, რომ ყველაფერი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგით საგარეო პოლიტიკაში. ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია. ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგით სწორი ნაბიჯები. ქართული ხალხის მომავალი ხელშეუხებელია. თქვენ ხელი შეახეთ ამ მომავალს.